გამარჯობათ. რა არის ან სად არის სასუფეველი? როგორ გავიგოთ ეს სიტყვა? რას მოიაზრებს თავის თავში? ბიბლიაში და წმინდათა ცხოვრებებში სასუფეველი შედარებულია სამეფოს, ქვეყანას, თავისი მოსახლეობით. სასუფეველი ყოფილა ყველა დროის, ყველა ქვეყნის, ყველა კარგი ადამიანის შესაკრებელი. ოღონდ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სხვა განზომილებაში. წმინდა ეფრემ ასურს სასუფეველი შედარებული აქვს მთვარის გარშემო არსებულ ნათებასთან. როგორც ნათება აკრავსო მთვარეს, ასე აკრავსო სასუფეველი დედამიწას, ანუ ადამიანი სადაც არ უნდა გარდაიცვალოს, გინდ საქართველოში, გინდ ავსტრალიაში, მისი სული მოძრაობს მიწიდან ზევით. სასუფეველი ისეთიაო, იქ არ შეგატანინებენ ოქროს და ბრილიანტებს, იმიტომ რომ იქაურობასთან შედარებით ეს ნაგავია. წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, რომ სასუფეველი არის მატერიალური, ოღონდ სხვანაირად მატერიალური. ამას ეწოდება განხშოვებული მატერია, ფაქიზი, განსულიერებული, ნაკლებად მატერიალური, სხვანაირად მატერიალური. აბსოლუტური სული არისო მხოლოდ სამება ღმერთი, დანარჩენი ყველაფერი, ანგელოზის სხეულიც, ადამიანის სულის სხეულიც, სასუფეველის ნივთიერებაც, ეს ყოფილა მატერიალური. სასუფეველი არის თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სხვა განზომილება. სატელიტი არ მოძრაობს სასუფეველის შიგნით. ეს არის სივრცე, რომელიც ვითარდება სხვა მიმართულებით. სასუფეველს ყოლია ჯარი, რომელიც ძალითაც და რაოდენობითაც აღემატება ყველა მიწიურ არმიას და ეშმაკთა არმიას. სასუფეველი არ არის მოწყვეტილი ჩვენს სამყაროს, მათ ჩვენზე უკეთ იციან ჩვენთან რა ხდება და თუ საჭიროა ერევიან. სასუფეველი იმართება ფიზიკა-მათემატიკის და ქიმია-ბიოლოგიის სხვა კანონებით. კეთილი სამყაროსთვის კეთილი კანონებია, იქ არ არსებობს მაგალითად ენტროპია. წმინდა ანდრია სალოსი სამოთხეში გატარებულ ორ კვირას აღწერს, როგორც ყოვლად გადმოუცემელ რეალობას. ასეთი რამ არასოდეს არ მინახია, ასეთი რამ არასოდეს განმიცდია. არც კი ვიცოდიო, თუ ასეთი რამე შესაძლებელია რომ იყოს. როგორი შეიძლება იყოს სამყარო, სადაც არ შეიძლება, მაგალითად რომ თითი გაგეჭრათ, ფეხი გადაგიბრუნდეთ და იტკინოთ. ასეთი რამ ჩვენთვის წარმოუდგენელია, არაფერი მსგავსი ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს. არსებობს ასეთი ტერმინი, სასუფეველის მოქალაქე. თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ გახდეთ დაუშვათ ამერიკის, გერმანიის, იაპონიის მოქალაქე, პირველი რასაც აკეთებთ, ეს არის ენის შესწავლა. რაც გინდა საბუთები აგროვეთ, თუ ენა არ იცით, მოქალაქეობა არ იქნება. სასუფეველის ენა ეს არის ღვთისმცნებები. სასუფეველის მთავარი ფასეულობა, ღირსება, ეს არის სამება ღმერთის გამოვლინება თავისი მადლით სასუფეველში, რომელიც მის მკვიდრებს ანიჭებს ჩვენთვის წარმოუდგენელ სიხარულს, ბედნიერებას, ყუდროებას, კმაყოფილებას და დაუსრულებელი ბედნიერი მომავლის შეგრძნებას. სასუფეველში თურმე არსებობენ მცენარეები. იქაური ბუნება ძალიან გავსო მიწიურ ბუნებას. და თუ ვინმე სასუფეველიდან რაიმეს წამოიღებს, მაგალითად ვააშელს, ეს თურმე შეიძლება ჩვენ ვჭამოთ, პირდაპირ გაგებით. პატერიკებში აღწერილია შემთხვევები, როცა სასუფეველიდან ბერს გამოატანეს ვაშლი და როცა ამ ქვეყნად დაბრუნდა, ეს ვაშლი ხელში ჰქონდა, იღუმენმაო დაჭრა ვაშლი, ძმებს გაუნაწილა,
ვინც მიიღო დიდი სიხარულით აღივსო და თუ რაიმე სხეულებრივი უძლურება აწუხებდა განიკურნა. სასუფეველში ყოფილა დრო. ოღონდ სასუფეველის დრო ჩვენი დროის მდინარებისაგან განსხვავდება. წმინდათა ცხოვრებაში აღწერილია შემთხვევა, როცა ბერი ტყეში შევიდა სოკოს დასაკრეფად და ანგელოზთა გალობამ შეაყოვნა. 2 თუ 3 საათი ეს ბერი თავდავიწყებაში იმყოფებოდა, ანგელოზთა გალობას უსმენდა. რომ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ 200 წელი იყო გასული, მონასტერი თავიდან იყო აშენებული და მისი იღუმენი უკვე დიდი ხნის წინ იყო გარდაცვლილი. სასუფეველი და ზოგადად გარდაცვალების შემდგომი რეალობა გაცილებით უფრო რეალური ყოფილა, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება. ანუ ცხონებას ან დაღუპვას არ აქვს ესეთი ეფექტი, რომ აი მეძინა და ვხედავდი რაღაც ტკბილ სიზმარს ან მწარე სიზმარს. არამედ გარდაცვალებაო აღიქმება როგორც გაღვიძება. ესე იგი ჩვენი ცხოვრება ყოფილა როგორც ძილი, ეს ჩვენ ვხედავთ თურმე სიზმარს და როგორც იღვიძებთ და რეალობაში ბრუნდებით, ასე თურმე ვიღვიძებთ და უბრუნდებით სულიერ რეალობაში. სასუფეველისთვის მზადება ეს უნდა იყოს თქვენი უმთავრესი ამოცანა. ამის გარეშე ადამიანურ ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს. არანაირი ღირსება არ აქვს და ასეთი ადამიანი მწარედ ინანებს, ძალიან მწარედ ინანებს, რომ თავისი ცხოვრება სიზმრებს გადააყოლა და დაავიწყდა, რომ მარადისობა არსებობს. მერთმა გადავხაროთ.